ქალები ბიზნესში. ეს გახლავთ ანტრეპრენერის ახალი ნომრის მთავარი თემა, რომელსაც საქართველოს ბანკი ბიზნესი წარმოგიდგენთ და რომლის ფარგლებშიც გაგაცნობთ ქალ ანტრეპრენერებს, რომლებიც არ უშინდებიან გამოწვევებს და საკუთარ ბიზნეს საქმიანობას მუდმივად ავითარებენ. ასეთ ქალებს გაგაცნობთ როგორც ჟურნალის ფურცლებზე, ასევე ჩვენს სატელევიზიო მინი სტუდიის ფორმატში და სწორედ ასეთი სტუმარი ყავს დღეს თეონა მჟავანაძე, რომელიც გახლავთ კომპანია მკითხველის დამფუძნებელი და დირექტორი. თეონა, მოგესალმებით, დიდი მადლობა, რომ ხარ ჩვენთან ერთად, როგორც ჟურნალის ფურცლებზე, ასევე დღეს უკვე სტუდიაში და პირდაპირ მინდა კითხვით გადმოვიდე შენთან. შენი კომპანიის ბიზნეს მოდელზე რო გითხრა, ჯერ როდის გაგიჩნდა იდეა და როგორ მუშაობს შენი ბიზნესი? რა არის თქვენი მთავარი ღირებულება, რასაც თქვენი კლიენტებისთვის ქმნით? პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თქვენს ჟურნალს. ჩემთვის მართლა ძალიან დიდი პატივია კონკრეტულად ამ რუბრიკაში მოხვედრა, როგორც ბიზნესი, ქალები ბიზნესში და ვფიქრობ, რომ ეს დამატებითი мотиваცია როგორც ჩემთვის, ასევე სხვა ქალი მეწარმეებისთვის, იმისთვის, რომ უფრო მეტი წარმატება მივაღწიოთ. ეხლა რაც შეეხება შეკითხვას, როგორ გაჩნდა იდეა, დავიწყებ იქედან, რომ კომპანია მკითხველი 2015 წელს დაფუძნდა და ამ პერიოდში მხოლოდ საქართველოში, მხოლოდ თბილისის მასშტაბით ხდებოდა მსგავსი ტიპის სერვისის შეთავაზება. ჩემი იდეა გაჩნდა იქედან გამომდინარე, რომ მინდოდა მსგავსი შეთავაზება გაგვეკეთებინა არა მხოლოდ თბილისის მოსახლეობისთვის, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის რეგიონებსა თუ სოფლებში. აქედან გამომდინარე, გადაწყდა, რომ გაკეთებული იყო ორი კომპანია, ესე ვთქვათ, ორი ფილიალით, ეს იქნებოდა როგორც ქალაქ თბილისში, ასევე რეგიონში, კონკრეტულად ქალაქ ქუთაისში, სადაც როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით შევთავაზებდით ადამიანებს ჩვენ სერვისს. ეხლა რაც შეეხება კი, მეგონი ისაც აპირებდი გადასვლას, მაგრამ რა სერვისია საუბარი? კი ბატონო, გეტყვით, ეს არის სატელეფონო გაყიდვების კომპანია. გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე დიდი call ცენტრი საქართველოში, რომელიც 200 თანამშრომელს მოიცავს ამ ეტაპზე. და ეს არის გადამზადებული კონსულტანტები, სატელეფონო მრჩეველები, ესე რომ ვთქვათ, წიგნების მიმართულებით, რომლებიც ყველანაირ რჩევას აძლევენ, როგორც აღნიშნე, წიგნების მიმართულებით ჩვენს მოსახლეობას. გვაქვს ასევე უფასო საკურიერო მომსახურება და ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით ხდება შეთავაზებული პროდუქციის, ესე ვთქვათ, მიწოდება ამ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩვენი გამოწერები არიან. ესე იგი, თუ სწორად გავიგე, თქვენი ბიზნესი არის წიგნების, ძირითადად ეს არის წიგნების, ანუ ლიტერატურის, ხო, ქართულენოვანი ძირითადად, თუმცა არის ინგლისური და რუსულენოვანი. უფრო სწორად რო ვთქვათ, ეს არის საქართველოში დაბეჭდილი აქ გამოცემული წიგნების რეალიზაცია. რომელსაც თქვენ ახდენთ სატელეფონო call ცენტრის მეშვეობით. კი ბატონო, ქართულ საგამომცემლო სივრცეში თუ კი რაიმე გამოცემა არსებობს, ჩვენი კომპანია თანამშრომლობს ყველა წამყვან წიგნის გამომცემლობასთან საქართველოში და ასევე დავძენ იმას, რომ ჩვენ თავად გვაქვს ჩვენივე გამომცემლობა, სადაც ვქმნით კონკრეტულად იმ პროდუქტს, რაც დეფიციტურია ბაზარზე და ამავდროულად მოსახლეობისთვის არის, ესე ვთქვათ, მოსახლეობისგან მოთხოვილი. კი ბატონო, თუმცა ეს სხვა ბიზნესია და მოდით რომ გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, თუმცა ამაზე საუბრის საშუალებასაც მოგცემთ ინტერვიუს ბოლოსკენ აუცილებლად. ესე იგი, მე როგორც გავიგე, თქვენ საკმაოდ ბევრი ესე კონკურენტული უპირატესობა გაგაჩნიათ, იმიტომ რომ როგორც ვიცი ბაზარზე ამ ტიპის ორგანიზაციების ხვებიც არსებობენ და შენი საუბრიდან გამომდინარე მე რაც დავიჭერე ასე ვთქვათ და თუ რამე დამაკლდა შენ დაამატე პირველი ყველაზე მთავარი რის გამოირჩევით ის არის რომ თქვენ მთელი საქართველოს მასშტაბით მუშაობთ და რომ იყოს ადამიანი თუნდაც მაღალმთიან რეგიონში შეგიძლიათ სურვილის შემთხვევაში მას მიაწოდოთ წიგნი ეს ერთი და თან ეს მიაწოდოთ წიგნის იმ ფასში რა ფასიც ეს წიგნი საგამომცემლო ღირებულებით ან იგივე კიდევ უფრო დაბალი ღირებულებით სპეციალური ფასტაკლება შეთავაზებით. ანუ მარტივად რო ვთქვათ, მე რო შევიდე რომელიმე წიგნის მაღაზიაში და დავუშვით რომელიმე წიგნი სოციალარი, თქვენ შეგიძლიათ იგივე ფასად ეს წიგნი თქვენს ხელმომწეს, რომელსაც სატელეფონო call ცენტრის მეშვეობით შეგიკვეთათ, მაღალმთიან, არ ვიცი, რაჭის რომელიმე სოფელში მიაწოდოთ. და დავამატებ გიორგი იმას ვემსახურებით ისეთ რეგიონებს, სადაც წიგნის მაღაზიები არ არის დეფიციტურია და შესაბამისად თუნდაც იქაურ მაცხოვრებელს უწევს რაიონულ ცენტრში ჩამოსვლა იმისთვის
იმისთვის, რომ წიგნი შეიძინოს, თუნდაც თავისთვის პირადი ინტერესიდან გამომდინარე ბავშვისთვის და ასე შემდეგ. ჩვენ თავად მიგვაქვს, ანუ აქ არ არის საუბარი რაიონულ ცენტრამდე მიტანამდე, არის საუბარი არის სოფლებში კარამდე, ესე რომ ვთქვათ, ესე ბოლო წერტილამდე მიტანა ნებისმიერი მათთვის საინტერესო და მოთხოვნადი ლიტერატურის. თეონა, შენ ახსენე რომ თქვენ გაქვთ ძალიან ფართო სპექტრი ამ წიგნების, ხო? ანუ ახლა მე ეს რო წარმოვიდგინო, არ ვიცი, ალბათ შემეშლება შენ გამისწორი, ან რამდენიმე შესაძლოა 1000 წიგნზეც იყოს საუბარი, ხო? ანუ 10000-ზე მეტი დასახელების მით უფრო და ასევე ახსენე რომ ყავთ კომპეტენტური, ასე ვთქვათ, მრჩეველები, რომლებიც პასუხობენ ტელეფონზე, ხო? ანუ როგორ ახერხებთ იმას, რომ ამდენი წიგნის შესახებ თქვენმა სატელეფონო კონცენტრის თანამშრომლებმა მოახდინონ სწორი და დაზუსტებული ინფორმაციის მიწოდება. ეს არ არის პატარა ამბავი და საკმაოდ როგორც ჩანს ისეთ გადამზადება საჭიროა. პირველი რაც ბუნებრივია ახალი კადრის შემოსვლისთანავე ხდება, ეს არის მისი გადამზადება. პირველ რიგში გვაქვს გარკვეული პერიოდი, მოსამზადებელი პერიოდი, რომელსაც ესე ვთქვათ ტრენინგის სახით ხდება, სადაც იყოფა ორ ნაწილად და მთავარი და უმნიშვნელოვანესი არის გარკვევა იმ ლიტერატურაში, რაც მან უნდა შესთავაზოს მომხმარებელს. და შემდგომ გვაქვს უკვე დაახლოებით რო გითხრათ ერთთვიან პროგრამას მოიცავს, ეს თავის ტრენინგიან, სტაჟირების პერიოდიანად, რადგანაც სრულყოფილად შეისწავლოს ოპერატორმა ეს პროფესია, ესე დავარქვე, ვფიქრობ, რომ შეგვიძლია ამას ვუწოდოთ, ეს არის პროფესია, სადაც დეტალურად ექნება აქვს ინფორმაცია წიგნის იგივე ღირებულების, შინაარსის, ვიზუალის თუ ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ამასაც ვიტყვი. თუნდაც აი ნახეთ საპასუხისმგებლოც ამასთანავე, რადგანაც შენივე შეთავაზებული ლიტერატურით უნდა დააინტერესო ადამიანი, ისე რომ მინიმუმ გაუჩნდეს იმისი სურვილი, რომ კიდევ ითანამშრომლოს შენთან და აი იგივე საბავშვო ლიტერატურასთან მიმართებაში ვფიქრობ, რომ ასევე ორმაგი პასუხისმგებლობა გაქვს, რადგანაც უნდა მიაწოდო სწორი ლიტერატურა, სწორად შერჩეული მის ასაკზე გათვლილი ლიტერატურა, რომ ბავშვმა შეიყვაროს თავიდანვე კითხვა. ესეც ვფიქრობ, რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. თეონა, რამდენად არის call center-ი, ანუ სატელეფონო კომუნიკაცია, რამდენად არის კომუნიკაციის ერთადერთი არხი, რომელსაც თქვენ დღეისათვის იყენებთ? გეტყვით ამასაც, პირველ ეტაპზე 2015 წელს, როგორც დავიწყეთ ფორმა შეთავაზების, ეს იყო მხოლოდ სატელეფონო გაყიდვები. თუმცა ბოლო პერიოდში, აი იგივე პანდემიის პერიოდს გულისხმობ და ცოტა უფრო ადრეც, უფრო აქტუალური გახდა ეს თემა და გადავწყვიტეთ, ну აი აქტუალურობიდან გამომდინარე, გაგვეკეთებინა ესე სოციალური მედიით უბრალოდ გავაქტიურებულიყავით სოციალური მედიის მიმართულებით და დღესდღეობით საკმაოდ აქტიურად ვარ წარმოდგენილი ამ პლატფორმაზე. მუშაობთ სოციალური ქსელების, ესე ვთქვათ, მიმართულებით, როგორც აღვნიშნე და ძალიან ბევრი მომხმარებელი შევიძინეთ ასევე ამ კონკრეტული სფეროდან გამომდინარე. სოციალური ქსელი ეს არის თქვენთვის უფრო თქვენი ბიზნესის გარეკლამების საშუალება თუ მომხმარებელთან კომუნიკაციის საშუალება? ორივე, ვერ გამოვარჩევდი, ვფიქრობ ორივე, როგორც კომუნიკაცია, ასევე ბიზნესის გარეკლამებაც. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ონლაინ სივრცეში ძალიან დიდ დროს ატარებს დღეს მოსახლეობა და შესაბამისად, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზაა ადამიანებამდე მივიტანოთ ჩვენი, ესე ვთქვათ, ბიზნესის შესახებ და ასე შემდეგ. თეონა, ეხა ისეთი ტიპის ბიზნეს მოდელს აღწერ შენ, რომ მასზე კიდევ უფრო მეტად იქონიებდა გავლენას პანდემია, რაც ყველას შეგვეხოთ და ყველა ბიზნესს შეეხო. თუმცა არის ბიზნესები, რომლებსაც პირიქით უფრო მეტად განვითარებას და გაზრდას შეუწყო ხელი. თქვენ შემთხვევაში როგორ იყო, რა დაგანახათ პანდემიამ და ამ პანდემიური, ასე ვთქვათ, გამოწვევებიდან გამომდინარე, თუ მოახდინეთ თქვენი ბიზნეს მოდელის გარკვეულწილად შეცვლა? ერთადერთი, ანუ ჯერ დავიწყებ იქედან, რომ ჩვენი სფერო ისედაც მუშაობს დისტანციურად. აქ მომხმარებელს არ აქვს უშუალო შეხება ჩვენთან, ვერც ოპერატორთან დაუშვათ, ვინც უშუალოდ სთავაზობს ლიტერატურას,
ამიტომ ოფისიდან ბუნებრივია შეწყდა პანდემიის პერიოდში მუშაობა, გადავედით დისტანციურად. თუმცა თვითონ პრინციპი მუშაობის, იგივე შეთავაზების ფორმა თუ რაც იყო, ყველაფერი დარჩა იგივე. უბრალოდ ეს ხდებოდა უკვე დისტანციურად, სახლებიდან აგრძელებდნენ ჩვენი თანამშრომლები კომუნიკაციას ჩვენს გამომწერებთან. ეხლა რაც შეეხება თვითონ ბიზნესის თვალსაზრისით, აი როგორი გავლენა იქონია ჩვენზე, გეტყვით იმას, რომ ვინაიდან ეკონომიკური ფონი მაინც შედარებით გაუარესდა, ესე ვიტყოდი, ბუნებრივია გარკვეულწილად ამან იქონია გავლენა ჩვენზე. გარკვეული პროცენტით შემცირდა გაყიდვები, თუმცა ეს არ გვაძლევს იმის საბაბს, რომ ვთქვათ, რომ ან ძალიან არის შემცირებული, სტაბილურობას ვინარჩუნებთ, მოკლედ ამისი თქმა მინდა და ვცდილობთ პანდემიის მიუხედავად მაქსიმალურად კიდევ ბევრი სიახლე შევთავაზოთ მომხმარებლებს და გამართულად მივაწოდოთ მათთვის სასურველ ადგილას. ძალიან კარგი, მე შეგფირდი და არ დამვიწყებია, რომ ინტერვიუს ბოლოსკენ მოგცემდი საშუალებას მოკლედ გესაუბრა უკვე თქვენი ახალი ბიზნეს მიმართულების შესახებ, რაც არის თორსტები გამოცემულობა პერგამენტი, რომელიც აი ამ თქვენი ბიზნეს მოდელის პარალელურად, რაც არის სატელეფონო გაყიდვები, უკვე უშუალოდ არის გამომცემელი სხვადასხვა ბიზნეს ლიტერატურის. ან სხვა ტიპის. აი გითხარი მოკლედ მასიც. ბუნებრივია გამომცემლობის იდეა დაიბადა უკვე კოლ-ცენტრიდან და ჩვენი არსებული ბიზნესიდან გამომდინარე. მე ვთქვი ესეთი რაღაც, ჩვენი კომპანია თანამშრომლობს, კი ბატონო, ყველა წამყვან წიგნის გამომცემლობასთან, მაგრამ ბაზარზე მაინც ჩნდება ხოლმე რაღაც გარკვეული ლიტერატურის დეფიციტი. აი სწორედ ამას უზრუნველყოფს ჩვენი გამომცემლობა, რომელიც დაახლოებით წელიწად ნახევარია აქტიურად დაიწყო წიგნების ბეჭდა და ზუსტად ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს იმ პროდუქტს, ვქნით მათთვის იმ პროდუქტს, რომელიც მათთვის არის საინტერესო, მათთვის არის მოთხოვნადი და ამავდროულად დეფიციტურია ამ სფეროში. ასევე ამ მიმართულებით ვფიქრობ, რომ ვაძლიერებთ როგორც კოლ-ცენტრს, ნუ ასევე გამომცემლობას და ჩემთვის ალბათ ორ მაგაცა ამაყვა ის ფაქტი, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ თავად ვუზრუნველყოფთ წიგნების შეთავაზებას, მიწოდებას თუ ასე შემდგომ, თავადაც ვქნით ამ პროდუქტს. იმიტომ რომ ჩემთვის წიგნები სხვაგვარად მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი საყვარელი თემაა და რა ვიცი, აი ბავშვობის ოცნებასაც შეიძლება ითქვას, მქონდა იმდენად მიყვარდა ბავშვობიდან წიგნები, რომ მსგავსი რაღაც თავად შემექმნა და ნუ ესე რომ ვთქვათ, ეხლა შევასხიფთებით ამ ყველაფერს. ძალიან კარგი, თუმცა ეს ალბათ გაგიჭირდებოდა თეონა და ამეთახმები გარკვეული ფინანსური რესურსებზე ხელმისაწვდომობის გარეშე, ხო და ნუ როგორც უკვე იცის შემოგვითხულმა და მაყურებელმაც თქვენც ამ პროექტის ფარგლებში ღებულობთ მონაწილეობას თუნდაც ამ ინტერვიუში, თქვენ აქტიურად თანამშრომლობთ საქართველოს ბანკთან, ხო? ანუ ეს რომ მითხრა იმ ჭრილში, რა ჭრილშიც ჩვენი მაყურებლისთვის იქნება საინტერესო. როგორი ტიპის თანამშრომლობა გაქვთ, რამდენად გამოგადგათ თქვენი ბიზნეს საქმიანობის როგორც დაწყებაში, ისე განვითარებაში საქართველოს ბანკთან თანამშრომლობა და არჩევას მისცემდით სხვა ადამიანებს, რომლებიც დღეს აპირებენ ბიზნეს აქტივობის დაწყებას. გეტყვით, როდესაც იწყებ ბიზნესს, ბუნებრივია თუ კი ეს შენი სტარტაპია და პირველი საწყისი ეტაპია, გჭირდება გარკვეული ფინანსები. ამისთვის გჭირდება მხარდაჭერა. და ზუსტად ეს მხარდაჭერი კომპანია ჩემს შემთხვევაში იყო საქართველოს ბანკი. საწყის ეტაპზე ძალიან დაგვეხმარა კონკრეტული ბანკი და მინდა ასევე აღვნიშნო, რომ საწყისი გარდა საწყისი ეტაპისა მინდა ვთქვა, რომ განვითარების პერიოდშიც კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა დაგვჭირდა ამ ბანკის და ასევე მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ბანკს, იმიტომ რომ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის რეალურად როგორც ჩვენი კომპანიის მკითხველის, იგივე გამომცემლობის განვითარებაში. ანუ ესე იგი თქვენ გაქვთ არაერთჯერადი, ასე ვთქვათ, ურთიერთობა ბანკთან. წლების რაც ალბათ მომავალშიც გაგრძელდება. მადლობა თეონა, დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო. მე პირადად ასე ვთქვათ, ჩემთვის აღმოჩენაა თქვენი კომპანია, აღწევდი და ძალიან მიხარია, როგორც რედაქტორმა ამ შემთხვევაში შევიტყო თქვენ შესახებ და მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო თეონა მჟავანაძე, რამდენიმე კომპანიის დამფუძნებელი, თუმცა ძირითადად ეს არის კომპანია მკითხველი და გამომცემლობა პერგამენტი, რომელიც სულ რაღაც წელიწად ნახევარი არსებობს, მაგრამ უკვე მოასწრო და მოახერხა საკმაოდ ბევრი საინტერესო ლიტერატურის გამოცემა. ასე რომ წარმატებები ვუსურვოთ თეონას, ჩვენ კი კვლავ გავაგრძელებთ საინტერესო ქალი ანტრეპრენერების გაცნობას თქვენთვის. დიდი მადლობა.
მადლობა უღრმესი თქვენს წარმატებებს უსურვებ თქვენ ჟურნალს. დიდი მადლობა.